საბერძნეთის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებით ვერც სარგებლობს, ვერც გადაადგილდება, ვერც გადასახადებს იხდის და სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია. არ მუშაობს არც ერთი სასწავლო დაწესებულება. საყოველთაო გაფიცვა პროფკავშირებმა მოაწყვეს. პროტესტის მიზეზი სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმაა. საბერძნეთში პროფკავშირების ორგანიზებით სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის წინააღმდეგ მორიგის საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებთან ერთად კომუნალური მომსახურებისა და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები და ჟურნალისტები გაიფიცნენ. არ მუშაობს საავადმყოფოები, მათ შორის სასწრაფო დახმარება. ეთერში არ გადის საინფორმაციო გამოშვებები, შეჩერებულია გაზეთების ბეჭდვა. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მიმართულებით პარალიზებულია სარკინიგზო და სამოქალაქო ტრანსპორტი, ავტობუსები და მეტრო. ქვეყნის უდიდეს პირეის ნავსადგურიდან ასობით ადამიანი გამგზავრებას ვერ ახერხებს. მე და ჩემი ოჯახი სხვა ქალაქში გამგზავრებას გეგმავდით, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან ტრანსპორტი არ დადის. ქვეყნის აეროპორტები ღიაა და საერთაშორისო რეისები ნორმალურად ხორციელდება, მაგრამ ასე მეტი შიდა რეისი გადაიდო. საბერძნეთის მოსახლეობა სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებს. ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად მთავრობამ რეფორმის კანონპროექტები მიიღო. რის მიხედვითაც სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანებს ხელფასები შეუმცირდებათ. ხელისუფლებას ჩვენი დაღუპვა სურს, მთელი ცხოვრება თითქმის უფასოდ გვამუშავებენ, რათა ჩვენს ხარჯზე თვითონ გამდიდრდნენ. ამას არ დაუშვებ და დღითიდღე გაიზრდება ჩვენი რაოდენობაც. ბერძნები გადასახადების გაზრდისა და პენსიების შემცირების წინააღმდეგ გაფიცვებს უკვე მერამდენედ მართავენ. 5 მაისს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებმა ბანკის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შედეგად ბანკის 3 თანამშრომელი დაიღუპა. ინდონეზიის სასამართლომ ისლამისტურ ტერორისტ, რომელიც თავს ჯიხადის პრინცს უწოდებს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოჰამედ აბდულ რაჰმანი 2009 წლის ივლისში დააკავეს მას ბრალადებად ჯაკარტაში სასტუმროებ მერიოცსა და რიც-კალტონში აფეთქებების ორგანიზება, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა და 50 მძიმე დაშავდა. რაჰმანმა ასევე 2008 წელს საუდის არაბეთში 2 ტერაქტი მოაწყო სამხრეთ ჯაკარტას რაიონულმა. სასამართლომ მას განაჩენი ტერორიზმის ბრალდებით გამოუტანა, თუმცა მისი კიდევ ერთი დანაშაული ყალბი პასპორტით სარგებლობა. ტერორისტი თავს ჯიხადის პრინცს უწოდებს და განაცხადა, რომ სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის და ამისთვის სულსაც დათმობს. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას ტერორისტი არ გეგმავს. ჩინელმა და ტაივანმა ყველაზე ისტორიული მნიშვნელობის სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად ტაივანის ჩინეთში გატანილ პროდუქციაზე, რომლის მთლიანი ღირებულება 14 მილიარდი დოლარია, გადასახადი არ დაერიცხება და ტაივანისთვის ჩინეთის ეკონომიკის ყველა დარგი ხელმისაწვდომიც გახდება. ხელშეკრულების შედეგად ჩინეთსა და ტაივანს შორის სავაჭრო მოცულობა 110 მილიარდ დოლარს შეადგენს. ექსპერტთა შეფასებით, ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით ხელშეკრულება ტაივანისთვის გაცილებით ხელსაყრელია, რადგან მათი ეკონომიკა ექსპორტზეა დამოკიდებული. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დღეს მერვედ ფინალური შეხვედრების ბოლო შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დღეს მერვედ ფინალური შეხვედრების ბოლო შეხვედრა გაიმართება. კეიპტაუნში ერთმანის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები და კარლოს კეირუშის გაწვრთნილი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. პორტუგალია ჯი ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ბრაზილიის, კოტ-დივუარის და ჩრდილოეთ კორეას ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. პორტუგალიელებმა ბრაზილიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. დღეს ჩვენ ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. ესპანელებმა ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრებში დაამტკიცეს, რომ ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩვენსა და ესპანელებს შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად. პორტუგალიის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1921 წელს შეხვდნენ. დღეს კი გუნდები ერთმანეთს 34-ით დაუპირისპირდებიან. ჩატარებული 33 შეხვედრიდან პორტუგალიამ მხოლოდ 5 შეხვედრა მოიგო. 12 ფრედ ითამაშა, ხოლო 15 შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდს ტრამვების გამო შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმაროს. უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებენ დანი, დეკუ და პეპე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამივე მათგანი დღევანდელ შეხვედრაში შეძლებს მოედანზე ყოფნას. დღევანდელი შეხვედრა ესპანეთის და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.